მოგესალმებით. ამ შეხვედრაში უკვე დროა გადავიდეთ პრაქტიკულ ქმედებაზე და გავუშვათ ჩვენი პირველი სარეკლამო კამპანია Instagram-ის ანგარიში. პირველი გზა მოდით ავიღოთ Facebook-იდან. ეს შედარებით უფრო მარტივია. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ სტანდარტულად ჩვენს Facebook-ში და გადავინაცვლოთ Ads Manager-ში. ჩვენი კურსი ალბათ გავლიგავთ, თუ კი ამას უყურებთ ამ ვიდეოს, ჩვენი Facebook-ის კურსი და იქ Ads Manager-ზე ჩვენ ძალიან ბევრი და ძალიან კარგად გვაქვს ჩემი აზრით საუბარი Ads Manager-თან დაკავშირებით. უბრალოდ უნდა გადავინაცვლოთ პროფესიონალურ გამშვებ სისტემაში facebook.com-ი დახვილი ხაზი Ads Manager-ი. ჩაიტვირთება ჩვენი Ads Manager-ი, თქვენ შეგიძლიათ როგორც Business Ads Manager-იდან, Business Manager-იდან, ასევე სტანდარტული Ads Manager-იდან გავუშვათ რეკლამა. მე ამ შემთხვევაში უბრალოდ სტანდარტულ Ads Manager-ს ავიღებ. დავაკლიკოთ შექმნის ღილაკს და აი ეგ უკვე იქნება ჩამოთვლილი ეგრეთ წოდებული ობიექტივები. რომელი ობიექტივები არის შედარებით უფრო აქტუალური Instagram-ისათვის. ეს გახავთ ტრაფიკი, ეს არის ჩართულობა და ეს არის ლიდები. შეიძლება ასევე არჩიოთ გაყიდვების განყოფილებაც, თუმცა საქართველოში ეს შედარებით უფრო ნაკლებად მუშაობს, იმიტომ რომ Facebook Shop-ი უფრო მეტად არის ამერიკაში აქტუალური და ამასთანავე Instagram-ზე Instagram-ზე მაღაზიის დამატება სამწუხაროდ მხოლოდ ამერიკის რეგიონისთვის არის დასაშვები ამ ეტაპზე, როცა ეს ვიდეო იწერება. საქართველოში ყოველ შემთხვევაში ეს ფუნქცია სამწუხაროდ გამორთულია. როგორც წესი, ვირჩევთ ხოლმე ან ტრაფიკ ჩართულობას ან ლიდების გენერაციას. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ჩართულობას ავირჩევთ და შევეცდები რომ ტექნიკურად ის გიჩვენოთ, რომელიც ყველაზე უფრო პოპულარულია. ამ ნაწილზე ჩვენი შეხვედრის ბოლო განყოფილებაში ვისაუბრეთ უფრო, სადაც შედარებით აქტიურ სტრატეგიებს განვიხილავთ დამწყებთათვის. მოდით ავირჩიოთ ჩართულობის ობიექტივი და გაგრძელების ღილაკს დავაკლიკოთ. ავირჩიოთ მენუალ რეკლამირება, ანუ ინფორმაციის ხელით შევსების რეჟიმი და დავიწყოთ ჩვენთვის წესითა დარიგით ნაცნობი პროცესი. პრაქტიკულად ძალიან ნაცნობია რეკლამირების პროცესი, ძალიან ახლოს არის, როცა ვაკეთებთ რეკლამას Facebook-ზე. ჩვენ ვირჩევთ რა თქმა უნდა ბიუჯეტირება სტანდარტულად, ვირჩევთ რეალურად ბიუჯეტი როგორი უნდა იყოს ყოველდღიური, თუ ესე ვთქვათ lifetime ბიუჯეტი, ბაჯეტი ეგრეთ წოდებული. გადავდივართ შემდეგ გრაფაზე, სადაც უთითებთ თუ რა უნდა იყოს კონვერსიის ტიპი, ანუ რა ტიპის ურთიერთობა უნდა დავამყაროთ მომხმარებელთან. ეს შეიძლება იყოს messaging app-ი, რომელიც ნორმალურად მუშაობს, ასევე უბრალოდ პოსტის პოპულარულობა. მე კონვერსიის ტიპებს არ ჩაუღმავდები კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ეს ჩვენს Facebook ჯგუფში კურსი არის დეტალურად განხილული. ავირჩევ უბრალოდ ერთ-ერთ მათგანს, პოსტის პოპულარობას დავაკლიკავ და გადავალ შემდეგ ნაწილზე. ბიუჯეტირებაში უბრალოდ მიუთითებ დასრულებისა და დასყების თარიღს, მაგალითად იყოს 2 რიცხვი და დავასრულოთ თუნდაც მცირე ხნის შემდგომ. დაახლოებით დავასრულოთ თავიცი. აი 6 რიცხვში მიახლოებით. აუდიტორიაზე მე არ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა საჭირო არის აუდიტორიის ზუსტი მითითება და ჩვენ მივედით უკვე პლეისმენტების განყოფილებასთან. სწორედ ეს განყოფილება არის, საიდანაც ხდება მითითება უშუალოდ Instagram-ზე რეკლამის გაშვების პროცესში. ჩვენ შეგვიძლია ჩასწორების ღილაკს თვითონ ვთქვათ, ანუ დავაკლიკოთ და ავირჩიოთ manual placement-ი, ანუ ადგილი განთავსება ხელის რეჟიმში, ესე ვთქვათ. უკვე ჩამოიშლება პლატფორმები, ეს არის Facebook-ი და Instagram-ი. აი აქ ხდება ზუსტად მითითება არჩევა Instagram-ისა და Facebook-ის რა განყოფილებებში გაეშვება ჩვენი ეს აღნიშნული რეკლამა. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ Facebook-ი გავთიშოთ, დავტოვოთ მხოლოდ Instagram-ი და უბრალოდ Instagram ნაწილზე გავაკეთოთ აქცენტი. ნახოთ, თუ Instagram არხზე გაეშვება რეკლამა, ეს იქნება ჩვეულებრივი განყოფილება, ეს ვთქვათ, ანუ news feed-ი არის ჩვენს შემთხვევაში, stories განყოფილება, ეგრეთ წოდებული reels-ები. აქ შეგვიძლია ჩვენ პრაქტიკულად ყველა მათგანი ავირჩიოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ რეკლამირება მეტასისტემაში ეს არის აუქციონის პრინციპი. რაც უფრო ბევრი ადგილი გვაქვს მითითებული, შანსი იმისა რომ მოვიგოთ ეს აუქციონი, ჩვენ მიერ მითითებული ბიუჯეტით და ჩვენი რეკლამა ბევრ ადამიანს გამოუჩნდეს, გაცილებით შანსი უფრო მეტია. თუმცა რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ რომ reels-ებში გაშვებული რეკლამა შედარებით ნაკლებად მუშაობს. უფრო მეტად ამ ეტაპზე სტატისტიკის მიხედვით ყოველ შემთხვევაში რასაც ვაკეთებდი, store-სა და newsfeed-ში გაშვებული რეკლამა, რომელიც უფრო დიდი რაოდენობით ნახვებსა, კლიკებსა და ინტერაქციას იწვევს ხოლმე როგორც წესი. თუმცა კიდევ ერთხელ ეს თქვენზე არის დამოკიდებული და მე გირჩევთ რომ საწყის ეტაპზე მინიმუმ მიუთითოთ ყველა არხი, იმიტომ რომ მე მოვიგოთ უფრო დიდი რაოდენობით აუქციონი და ბევრ ადამიანს მივაწვინოთ ჩვენი ხმა. ასევე მარჯვენა კუთხეში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ როგორ გამოიყურება Instagram-ში ჩვენი რეკლამა, ჩვენ მესიჯები გვაქვს არჩეული, შესაბამისად შესაბამისი გრაფა არის ჩატვირთული. გადავხედოთ თითოეულ მათგანს,
როგორ მუშაობ, თუ რაიმე შესაძლებელია, შეგვიძლია ეგ შევცვალოთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ მოქმედება. შემდეგი ნაბიჯი პრაქტიკულად ზუსტად იგივე არის, რაც Facebook-ის შემთხვევაში, ჩვენ ვირჩევთ არსებული პოსტის გამოყენება, შეგვიძლია ავირჩიოთ პოსტი, რომელიც რეკლამირებაც გვინდა, ჩავაშენოთ პიქსელის სურვილის შემთხვევაში და ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს რეკლამა ჩვენ შემთხვევაში. უბრალოდ აი ეს მნიშვნელოვანი არის, რომ Instagram ანგარიში იყოს გადაბმული, ესე ვთქვათ, Instagram ანგარიშის დაკავშირებას დავაკლიკოთ და დავაკავშიროთ ის Instagram ანგარიში, რომელიც ჩვენ წინა შეხვედრაზე გადავაკეთეთ პროფესიონალურად და მზად არის რეკლამირებისათვის. ეს რა თქმა უნდა მარტივად ხდება ანგარიშის დაკავშირებაზე ღილაკის დაჭერით, ან წინაზე უშუალოდ პირდაპირ Instagram-ის სისტემიდან მოხდება დაკავშირება Facebook-ზე და უკვე ჩვენ აი აქ გამოგვიჩნდება ჩვენ Instagram ანგარიშები, რომლებზედაც გსურს რეკლამირების გაშვება. გამოქვეყნების ღილაკზე თითის დაჭერით ჩვენი Ads Manager-დან, Facebook-დან, Instagram-ზე პირდაპირ გაეშვება რეკლამა. ჩვენ შემდეგ შეხვედრაში ვისაუბრებთ უშუალოდ Instagram-ის ანგარიშიდან როგორ გავუშვათ პირდაპირ რეკლამა Instagram-ისვე სისტემაში. მადლობა და დროებით მომავალ შეხვედრამდე.